მოგესალმებით. ვაგრძელებთ თემას სახელმწიფო შესყიდვები. მე გახლავართ კოტე გუგეშაშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ დაგეგმვაზე, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავებაზე, წარდგენაზე, ვისაუბრებთ ასევე მონეტარული ზღვრის დარღვევაზე, ვისაუბრებთ ხელოვნურ დაყოფაზე და შევეხებით მთლიან ციკლს, შესყიდვების ციკლს. შესყიდვების ციკლი გრაფიკულად შესაძლებელია გამოსახოთ მსგავსი ფორმით, რომელიც მოიცავს დაგეგმვას, განხორციელებას, ხელშეკრულების მართვას და ანალიზს. შესაბამისად, დაგეგმვას ერთ-ერთი არსებითი როლი უჭირავს მთლიანი ციკლის სწორად წარმართვასთან მიმართებაში. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა შემცვლელ ორგანიზაციებს უდგენს ვალდებულებას, რომ შეიმუშაონ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა და შესყიდვები განახორციელონ მის შესაბამისად. მომდევნო წლის გეგმის შემუშავება ხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა და შემცვლელი ორგანიზაციები აღნიშნულ გეგმას წარადგენენ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ეგრეთ წოდებული E-plan მოდულის მეშვეობით. გეგმის შემუშავებისთვის პირველ რიგში შემცვლელი ორგანიზაციების მხრიდან ხდება საჭიროებების განსაზღვრა. კერძოდ, თუ მათი ფუნქცია მოვალეობიდან გამომდინარე, რისი შესყიდვის საჭიროება დაუდგებათ მომდევნო წელს. შესყიდვის საჭიროების განსაზღვრის შემდგომ შემცვლელი ორგანიზაცია იდენტიფიკაციას უკეთებს შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტებს. შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები განისაზღვრება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული კლასიფიკატორების მეშვეობით, ეგრეთ წოდებული CPV კოდებით. CPV კოდები შედგება 8 ციფრისგან, ხოლო იმ CPV კოდებს, რომელთაც პირველი 3 ციფრი აქვთ იდენტური, წარმოადგენენ ერთგვაროვან შესყიდვის ობიექტებს. მაგალითისთვის რო განვიხილოთ, CPV კოდებიდან გამომდინარე ფეხსაცმელს აქვს 188 და 5.0 CPV კოდი, ხოლო მათში შედის ასევე სპორტული ფეხსაცმელი 188 და 20.000 და ასევე დამცავი ფეხსაცმელი 188 და 30.000. ვინაიდან მოცემულ CPV კოდებს პირველი 3 ციფრი 188 აქვთ იდენტური, აღნიშნული შესყიდვის ობიექტები წარმოადგენენ ერთგვაროვან შესყიდვის ობიექტებს. შესყიდვის ობიექტების ესე რომ ვთქვათ, დაჯგუფების შემდგომ შემცვლელი ორგანიზაცია განსაზღვრავს დაფინანსების წყაროს. ჩვენ ვიცით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს, რომ წლის განმავლობაში ერთი დაფინანსების წყაროს ფარგლებში განხორციელებული ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტები განიხილება ერთ შესყიდვად. შესაბამისად, ამოსავალი წერტილი არის ამ შემთხვევაში, რომ დავადგინოთ ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტების დაფინანსების წყაროები. მოქმედი კანონმდებლობა იცნობს შემდეგი დაფინანსების წყაროებს. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, საკუთარი სახსრები, გრანტი და კრედიტი. ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტების დადგენის შემდგომ შემცვლელი ორგანიზაცია განსაზღვრავს აღნიშნული ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას. სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობა შემცვლელ ორგანიზაციებს უდგენს, რომ საქონელი და მომსახურების შემთხვევაში 500.000 ლარამდე მოიკვლიონ შიდა ბაზარი, ხოლო 500.000 ლარის და მეტი ღირებულების შემთხვევაში საერთაშორისო ბაზარი. სამშენებლო სამუშაოსთან მიმართებით აღნიშნული ზღვარი უკვე მილიონზე გადის, მილიონ ლარამდე შიდა ბაზარს ვიკვლევთ, ხოლო მილიონ ლარის და მეტის ღირებულების შემთხვევაში უკვე საერთაშორისო ბაზარს. მოქმედი კანონმდებლობა იცნობს შესყიდვის 4 საშუალებას. ეს არის გამარტივებული შესყიდვა, ელექტრონული ტენდერი, კონკურსი და კონსოლიდირებული ტენდერი. თუმცა გამარტივებული შესყიდვა შეგვიძლია ჩვენ განვახორციელოთ მიუხედავად მისი ღირებულებისა და ამ შემთხვევაში ზღვარი არ დგინდება, თუ მის საფუძველს ერთ-ერთი საფუძველი იქნება ამ გამარტივებული შესყიდვის, რომელიც ჩამოთვლილი არის. ეს არის, CMR მოდულში ჩვენ ანგარიშგებაში თავისთავად გვაქვს მოკლე ესე რომ ვთქვათ, ჩამონათვალი, თუმცა შინაარსობრივად განმარტავ კონკრეტულ შესყიდვის საფუძველს. პირველი არის ექსკლუზივი. ამ ექსკლუზივს ვიყენებთ ჩვენ იმ შემთხვევაში,
როდესაც კონკრეტული საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიწოდება წარმოადგენს მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. გვაქვს გამონაკლისად ასევე გადაუდებელი აუცილებლობა, როდესაც სასწრაფოდ შესაძლებელი არის შემცვლელი ორგანიზაციების მხრიდან შესწვლა განსახორციელებელი და ამ შემთხვევაში ვერ იყენებს იმ პროცედურებს, სხვა დანარჩენ პროცედურებს, ამიტომ მისი დასაბუთებით ხდება აღნიშნული საფუძვლის გამოყენება და გამარტივებული შესწვლით განხორციელება. ასევე გვაქვს ხარისხის გაუარესება, როდესაც შემცვლელი ორგანიზაციისთვის საჭიროებას წარმოადგენს იგივე მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება, ვისთანაც შესყიდული აქვს, ესე რა ვთქვათ, შესწვლის ობიექტი, კონკრეტული ობიექტი და საჭირო არის, რომ ხარისხის გაუარესებიდან გამომდინარე მასთან იქნეს ხელშეკრულება გაფორმებული. ან მის ქვეკონტრაქტთან თუ ძველი კონტრაქტი ითვალისწინებდა აღნიშნულ დათქმას. არსებობს სახელმწიფოების და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების საჭიროება და მოცემულ შემთხვევაში შემცვლელ ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით. სანამ დანარჩენ საფუძვლებზე გადავართ, მინდა ხაზი გაუსვა, რომ პირველ ამ 4 საფუძველს ასევე დამატებითი, ესე რა ვთქვათ, პროცედურული მხარე აქვს. ეს არის სააგენტოსთან შეთანხმებას საჭიროებს, რომლის მიღების შემდგომაც შესაძლებლობა აქვს უკვე განახორციელონ აღნიშნული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვა. ნუ რაც შეეხება სახელმწიფოების და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებას, ამას კიდევ დამატებით, როგორც სააგენტოსთან შეთანხმება, ასევე მთავრობის ნებართვა ჭირდება. რაც შეეხება ასევე წარმომადგენლობითი ხარჯის შეგვიძლია ჩვენ გამარტივებული შესწვლით განახორციელოთ, ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების შემთხვევაში შეგვიძლია განახორციელოთ შესყიდვა გამარტივებული შესწვლის საშუალებით, ასევე გვაქვს 5 წლამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით მისი ტექნომსახურებაზე და ასევე ამ ტექნომსახურებისთვის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა შეგვიძლია ჩვენ გამარტივებული შესწვლის საშუალებით განვახორციელოთ. ასევე კანონმდებლობა გვაძლევს საშუალებას უпростоრეთ უმაღლეს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს საშუალებას, რომ შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესწვლის საშუალებით, თუ ეხება ეს ლიტერატურას, აქ არის კომპიუტერ პროგრამასთან მიმართებით დათქმა გაკეთებული და ჩამონათვალს უწესებს, რა შემთხვევაში შეუძლიათ განახორციელონ გამარტივებული შესწვლა აღნიშნულმა ორგანიზაციებმა. ასევე აღნიშნულ ორგანიზაციებთან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მის განვითარების ფონდს აქვს შესაძლებლობა შესყიდვა განახორციელოს რეგენტთა საბჭოს თანხმობით. და ასევე გამონაკლისს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის გადაცვალების შემთხვევაში მის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებთან დაკავშირებით განხორციელებული გამარტივებული შესწვლა შეგვიძლია განხორციელოთ გამონაკლისის კუთხით პირდაპირ მონეტარული ზღვრის დაცვის გარეშე. ნუ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით, მის ჩატარებასთან დაკავშირებით დგინდება შესაბამისი ვადები, ეს არის სატენდერო განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობისთვის და წინადადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადები. აქ ისევ და ისევ ხაზს უსვავ, რომ საქმე გვაქვს ერთგვაროვან შესწვლის ობიექტებთან დაკავშირებით. ნუ აქ ერთგვაროვანი საქონელი და მომსახურების შესწვლაზე დგინდება 150.000 ლარიანი ზღვარი, 150.000 ლარამდე შეგვიძლია ტენდერი ჩავატაროთ, ესე 5 დღიანი ტენდერი, სადაც 5 დღე არის სატენდერო განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა, ხოლო 2 დღე არის წინადადების წარდგენისთვის. ხოლო 150.000 ლარი და მეტი ღირებულების მქონე, ესე რა ვთქვათ, ტენდერის ჩატარების შემთხვევაში გვაქვს უკვე 10 დღიანი ვადა, სადაც 7 დღე არის სატენდერო განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობისთვის დადგენილი ვადა, ხოლო 3 დღე არის უკვე წინადადების წარდგენისთვის. რაც შეეხება ერთგვაროვან სამუშაოებს, აქ უკვე ზღვარი გვაქვს ჩვენ 300.000 ლარის ოდენობის და 300.000 ლარამდე, აქაც ამ შემთხვევაში გვაქვს 10 დღიანი ვადა, 7 დღე არის სატენდერო განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობისთვის და 3 დღე არის წინადადების წარდგენისთვის. და 300.000 ლარი და მეტი ღირებულების ტენდერის შემთხვევაში ერთგვაროვანი, ისევ ხაზს უსვავ, ერთგვაროვანი სამშენებლო სამუშაოებთან მიმართებით გვიდგენს კანონმდებლობა 20 დღიან ვადას, როდესაც 15 დღე გვაქვს სატენდერო განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობისთვის, ხოლო 5 დღე გვაქვს უკვე წინადადების წარდგენისთვის. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ აქ ამ შემთხვევაში არის კალენდარულ დღეებზე საუბარი. შემდგომი საშუალება ჩვენ თავში რაც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი საშუალებას წარმოადგენს კონკურსი. კონკურსი ეს არის ალტერნატიული შესწვლის საშუალება საპროექტო მომსახურების შესყიდვასთან მიმართებაში.
კანონმდებლობა გვიდგენს, რომ საპროექტო მომსახურება შეიძლება ჩვეულებრივი ელექტრონული ტენდერის საშუალებითაც იქნეს შესყიდული, თუმცა გვაძლევს ალტერნატივას, საშუალებას ჩვენი შეხედულებიდან გამომდინარე თუ საჭიროდ ჩავთვლით, გამოვაცხადოთ კონკურსი. ეს კონკურსი თავისი შინაარსით შეზღუდული არის და ყველაფერზე კონკურსს ვერ გამოვაცხადებს, ეს თუ ეხება ისევ და ისევ დიზაინერულ, დაგეგმარების პროექტების, არქიტექტურულ პროექტებზე თუ გვაქვს საინჟინრო გეგმებზე საუბარი, ესე ვთქვათ, შეცვლის ობიექტი ამასთან მიმართებით თუ არის, ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს კონკურსის პროცედურები. და მეოთხე საშუალება, რომელიც თავში აღვნიშნეთ, ეს არის კონსოლიდირებული ტენდერი. კონსოლიდირებული ტენდერი ეს მთავრობა ადგენს შესაბამის სამართლებრივი აქტით კონკრეტულ შეცვლის ობიექტებს, რომელთან მიმართებითაც სააგენტო უკვე პროცედურული მხრივ აცხადებს ტენდერს და შემცვლელ ორგანიზაციას უკვე ვალდებულება უდგება, რომ აღნიშნულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება. ეს კი ამ შემთხვევაში შემცვლელ ორგანიზაციას არჩევანის უფლება შეიძლება ითქვას არ აქვს კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით, უკვე მათ ვალდებულება აქვს გამარჯვებულ მიმწოდებელთან გააფორმოთ ხელშეკრულებები. თუმცა, გამონაკლისებიც არის ამ შემთხვევაში, თუმცა ამაზე ცალკე კურსი იქნება დათმობილი, რომელიც კონსოლიდირებულ ტენდერებს უკვე სიღრმისეულად განიხილავს და იმ გამონაკლისებზეც ვისაუბრებ. რაც შეეხება თვითონ გამონაკლის შემთხვევებს, აქ რა შემთხვევაში არ განიხილება ხელოვნური დაყოფა, ერთი შემთხვევა არის, როდესაც გეოგრაფიული ფაქტორი არის, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი და ამ შემთხვევაში ვასაბუთებთ მათ, ასევე რაციონალური ხარჯვა და ობიექტური პირობები. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ გამონაკლისებს იშვიათად იყენებენ შემცვლელი ორგანიზაციები, გამომდინარე იქიდან, რომ ამას სჭირდება თავისი დასაბუთება, მსჯელობა, არგუმენტები, რომელიც ასევე უნდა აიტვირთოს და წარედგინოს ხელშეკრულებასთან ერთად, რომელთაც ვახორციელებთ აღნიშნულ შესწავლას და ექვემდებარება ანგარიშგებას. ამიტომ მაინც ნებისმიერი ჩვენი მსჯელობა შეიძლება იყოს საომავლოდ საკამათო, ამიტომ შემცვლელი ორგანიზაციები ყოველთვის, ასე ვთქვათ, გაურბიან ხოლმე გამონაკლის შემთხვევებს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ისეთ დაგეგმონ შესყიდვები, რომ არ მოხდეს მათი, ესე ვთქვათ, გამონაკლისების გამოყენების საჭიროება არ დაუდგეთ. გეოგრაფიულ ფაქტორზე შეიძლება ითქვას, რომ არის შემთხვევა, ვთქვათ, ორგანიზაციას, რომელიც პირობითად ავიღოთ, რომ საქმიანობს და მისი ოფისი არის თბილისში პირობითად და აქვს წარმომადგენლობა ფილიალი რომელიმე რეგიონში. და როდესაც ახორციელებს შესყიდვას, ვთქვათ, ავიღოთ ყიდულობს დასუფთავების მომსახურებას. ვინაიდან კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ ჯამური ღირებულებიდან გამოვიდეს, პირობითად თქვა და აქვს 10,000 ლარიანი ღირებულების შესყიდვა, ამის გამოცხადების დროს ხედავს, რომ მიმწოდებლებისთვის არ არის საინტერესო აღნიშნული ტენდერი, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, არ უნდათ ოპერირება როგორც თბილისში, ასევე რეგიონში, იმიტომ რომ გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს, დროს მოითხოვს, რესურსს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, გება რომ შემცვლელი ორგანიზაცია იმ საჭიროებასთან მიმართებით, რომ ჯერ აცხადებს ტენდერს თბილისის ოფისის მომსახურებასთან მიმართებით, ხოლო რეგიონთან მიმართებით აცხადებს ცალკე ოფისს, მაგრამ ცალკე ტენდერს, მაგრამ ვინცი ღირებულებიდან გამომდინარე არ არის გამართლებული ტენდერის გამოცხადება, იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდო ღირებულების სიმცირის გათვალისწინებით მიმწოდებლებისთვის არ არის მიმზიდველი აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება, ამიტომ ვარდება მსგავსი სახის ტენდერები და შემცვლელი ორგანიზაციას ზუსტად ამ კუთხით მიეცათ, რომ თუ მოცემული შემთხვევებს თქვა და აქვს ესეთი წინაპირობები, აქვს ეს განსაკუთრებული ბაზრის სეგმენტიდან გამომდინარე პრობლემებს აწყდებიან შემცვლელი ორგანიზაციები, აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს გამარტივებული გამონაკლისის შემთხვევები. აი რაციონალურ ხარჯვას რაც შეეხება პრაქტიკაში, თქვათ, რა შემთხვევაში იყენებენ ხოლმე შემცვლელი ორგანიზაციები, თქვათ, წლის განმავლობაში დავგეგმე მე პირობითად ავიღოთ 10,000 ლარის, თქვათ, ფეხსაცმელი ვიყიდეთ, რახან ფეხსაცმელებზე გვაქვს სწორება გაკეთებული და უფრო მარტივად დაკმადი რომ იყოს. შევისყიდე ფეხსაცმელები ტენდერის საშუალებით, მაგრამ დამემატა რამდენიმე თანამშრომელი, რომლისთვისაც ჭირდება გარკვეული რაოდენობის ფეხსაცმელები, რომლებიც შეიძლება ითქვას პირობითად 300 ლარს არ აღემატება.
300 ლარზე რომ მე ავდგე და ტენდერი გამოაცხადო, ამ ტენდერის თან მიმართებითაც ინტერესი არ აქვთ ხა მიმწოდებელ ორგანიზაციებს, ვიცით რომ ტენდერისთვის 50 ლარი არის გადასახდელი ტენდერში მონაწილეობისთვის, იქ კიდევ ცალკე დრო, რესურსი, ხარჯიც აქვთ მიმწოდებელ ორგანიზაციებს, ამიტომ ეს ტენდერი თავიდანვე განწირული არის ჩასავარდნად. აქედან გამომდინარე, შემცვლელი ორგანიზაცია ასაბუთებს, რომ ეს რაციონალური ხარჯვის გათვალისწინებით უფრო ჯობესი არის, რომ ეს 300 ლარიან ტენდერი რო არ ვაცხადო და ესე რომ ვთქვათ, ჩამივარდეს და მე შემდგომში ამ გამოცხადებულ ტენდერებზე კიდევ ცალკე გადასახდელი არ მქონდეს ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვიცით ჩვენ რომ კანონმდებლობა ადგენს შესაბამის ესე რომ ვთქვათ, თანხებს, რაც შემცვლელ ორგანიზაციებს უდგებათ, ამიტომ უფრო გამართლებულია ხოლმე რაციონალური ხარჯვით მოცემული საქონლის შესყიდვა. თუმცა მასთან მიმართებითაც ესე რომ ვთქვათ, თავის არგუმენტებს დასაბუთებას უნდა მოიცავდეს განხორციელებული შესყიდვა და შეიძლება ითქვას ესე რომ ვთქვათ, სამსჯელო არის და საკამათო შეიძლება გახდეს. ამიტომ ამ ყველაფერს ჭირდება დეტალური დასაბუთება და არგუმენტირება. გადავიდეთ ახლა ჩვენ შემდგომ საკითხზე, ახლა ჩვენ განვიხილეთ თავდაპირველადვე ციკლი, ესე რომ ვთქვათ, შესყიდვების ციკლი, რომელიც მოიცავს დაგეგმვას, განხორციელებას, ხელშეკრულების მენეჯმენტს და ანალიზს. რაც შეეხება თვითონ განხორციელებას, ჩვენ ვისაუბრეთ დაგეგმვის დროს, გეგმის შემუშავების დროს, შემცვლელი ორგანიზაცია ადგენს სავარაუდო ღირებულებას შესწვის ერთგვაროვან ობიექტებთან მიმართებით, თუმცა უკვე კონკრეტულად შესყიდვის განხორციელებისას, როცა მიადგება და ან ტენდერს აცხადებს, ან გამარტივებულ შესწვას ახორციელებს გამარტივებულ შესწვის საფუძვლით, უკვე დამატებით დეტალურად სწავლობს ბაზარს შემცვლელი ორგანიზაცია და იკვლევს არა მარტო ფასთან მიმართებით, არამედ უკვე დეტალურად ტექნიკურ მახასიათებლებს სწავლობს, ბაზარზე რა სეგმენტია, რა საჭიროები უდგას მას, ამ საჭიროების დაკმაყოფილება რის საფუძველზე შეუძლია ვთქვა, რომელი ობიექტი არის მისთვის მისაღები და დეტალურ უკვე სიღრმეებში შედის ამ კვლევასთან დაკავშირებით და ასევე სწავლობს თუ მიმწოდებლების როგორი ბაზარი არის ამ კონკრეტული შესწვის ობიექტის მიწოდებასთან მიმართებით, სწავლობს მათ საჭიროებებს, შესაძლებლობებს, სწავლობს ასევე რა ვადაში შესაძლებელი არის აღნიშნული საქონლის მიწოდება პირობითად. ამიტომ ეს ყველაფერი უკვე დეტალურ ანალიზს საჭიროებს შემცვლელი ორგანიზაციების მხრიდან, რის საფუძველზეც მერე უკვე განისაზღვრება სატენდერო პირობები. ამიტომ გარკვეული ესე რომ ვთქვათ, არსებითი როლი სწორ ბაზრის კვლევას შემდგომში მთლიანი ციკლის ესე რომ ვთქვათ, სწორად განხორციელებაზე სახელმწიფო შესწრებთან მიმართებით არსებითი არის და დიდ ესე რომ ვთქვათ, ძალისხმევას საჭიროებს შემცვლელი ორგანიზაციების მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მოცემული კანონმდებლობა არ ადგენს რაიმე გაიდლაინებს ესე რომ ვთქვათ, რაღაც მიმართულებას როგორ მოიკლიოს და დღეს უფრო პრაქტიკაზე აგებული არის ეს ბაზრის კვლევა, თუმცა საომავლოდ იგეგმება რომ შემუშავდეს შესაბამისი დოკუმენტი დეტალური განმარტებით თუ როგორ და რა კუთხით უნდა მოხდეს ბაზრის კვლევა. პრაქტიკაში შეიძლება ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც შემცვლელი ორგანიზაცია ხშირად მხოლოდ სავარაუდო ღირებულების დადგენის კუთხით და მახასიათებლების დადგენის კუთხით იკვლევს ბაზარს, თუმცა იმ და გაწერს სატენდერო პირობებს მოცემულ მახასიათებლებზე დაყრდნობით, მაგრამ იმ პირობებს, თქვათ, რომელსაც გამოცდილება იქნება, საქონლის მიწოდების ვადა იქნება, სხვა შესაძლებლობებზე, თქვათ, მატერიალური ტექნიკური ბაზა, აი ამას სიღრმისეულად არ სწავლობს თუ რამდენი კომპანიას შეუძლია ეს აღნიშნული დააკმაყოფილოს და მერე ზუსტად არასწორი ბაზრის კვლევა თავს მისი პრობლემები თავს იჩეს უკვე ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე. ამიტომ მაქსიმალურად არ უნდა დავაკლოთ ჩვენი ძალისხმევა, რომ სწორად განვახორციელოთ ეს ბაზრის კვლევა, რათა შემდგომში ავირიდოთ ყველა ის პრობლემა. აღნიშნულ ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით ცხადდება ტენდერი, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას. მე მინდა აქ ხაზი გაუსვა კიდევ დამატებით, რომ არსებითი როლი მიუძღვის მთლიანი ციკლის შესყიდვების მთლიანი ციკლის წარმატებით განხორციელებაზე სწორ მენეჯმენტს, კონტრაქტის სწორ მენეჯმენტს, რომ ჩვენი მხრიდან ვიცით კანონმდებლობით გვავალდებულებს, რომ ინსპექტირების ჯგუფი უნდა იყოს ჩართული მიღება-ჩაბარების აქტზე, პასუხისმგებელი პირები განსაზღვრული და ეს ყველა ამ პირების ჩართულობა მაქსიმალურად
მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ ეს კონტრაქტი თქვათ შესრულდეს და პრობლემები არ შეექმნას. ამიტომ ამ კონტრაქტის მენეჯმენტს გარკვეული არსებითი როლი აქვს ამ მთლიანი ციკლის განხორციელებაში. და ბოლოს მინდა შევეხო ასევე ანალიზს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გავაანალიზოთ მთელი ეს პროცედურა დაგეგმვიდან კონტრაქტის შესრულებამდე, თუ სად დავაკელით მოთხოვნები, სად შეგვეშალა, შეიძლება ესე ხმამაღლა არ გვიყვარს ხოლმე ამის აღიარება, თუმცა რეალურად არის ხოლმე შეცდომები, თქვათ, ამ კუთხით, ამიტომ მაქსიმალურად ჯობია, რომ გავაკეთოთ ის ანალიზი, შეიძლება პირიქით, თქვათ, ისეთი მოთხოვნები გქონდა ტენდერში ჩადებული, რამაც შეზღუდა კონკურენტნარიანი გარემო და არ იყო ისეთი რთული ამ ობიექტის სიტყვაზე, თქვათ, პირობითად ავიღოთ სამუშაოების შესრულება და ჩვენი ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიზღუდა კონკურენტნარიანი გარემო და შეგვეძლო, თქვათ, უფრო დაბალი კვალიფიკაციის კომპანიასაც შეეძლო აღნიშნული სამუშაოების შესრულება განეხორციელებინა. ამიტომ მთლიანი ეს ანალიზი ისევ და ისევ გვეხმარება ჩვენ სამომავლოდ მთლიანი ეს შესყიდვის ციკლი უპრობლემოდ წარმართოთ და მაქსიმალურად, ესე რომ ვთქვათ, კანონმდებლობის დაცვით იყოს ჩვენი ტენდერის სახელმწიფო შესწავლების პროცედურები დაცული. დღეისათვის ეს იყო, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.